გაგვიანება ვიცით ქალებმა რა საკეთებთ რამრი? დივანი უნდა ავიყვანო დივანი რა დგინდა დივანი? ბევრი საქმე დამიგროვდა გოგო წესიად მიპასუხე ხარ რა მიუზიკლი მომიწყვე უნდა ავიყვანო დამხმარე, იმიტომ რომ ბევრი საქმე დამიგროვდა თეთრება. და მაგწერებს რაღაც ერთშია? რა, აი, კაცრი გამომეტყველება რომ მქონდეს რა. და როგორ თანამშრომელს ეძებ? როგორ თანამშრომელს უნდა ვეძებდე? სისუფთავე უნდა უყვარდეს, მოვლილი ადამიანი უნდა იყოს და ნუ ახლა საჩუქრების მორთმევა უნდა ეხერხებოდეს. აჰა, და მარტო ერთი ადამიანი გჭირდება? ხო, დაიხო. რადა კიდევ 99-ით რომ დაგესაქმებინა, პრეზიდენტი წამოყვებოდა მეჯვარეთ. ხო. აი, გარვიცოდი. ქეთევან, რაიმე, ეთუნა მაჩაიძე და პრეზიდენტი ერთად, რა მაგარია. და უი, ვაშიკო, მოყვედი. ბაზარში იყავი, გამარჯობა საქმე. არა, ქეთევან, ჯოკერში მოვიგე. ეს მოუგე გურგენას. ეს მათეს, ესეც კიდე ზაზა. მოდი. სანდრო, შენი კეისი მოიგე? არა, თამარ. გახსოვს, კორპუსის აშენებას რო ვაპირებდი და მეზობლების გამო რო ჩამეშალა. აი, საზიზღრები. ლაშიკო, მოდი რა გეხვეწები კიბეზიადი. აი აქ ზემოთ პატარა ყუთი დევზე ჩამომიღე რა მიდი მჭირდება გეხვეწები რა. ხო და? მიდი ხო. ეხლა მაქვს უკეთესი პროექტი. მომისმენთ ორივეს მოგეწონება. ყველას მოეწონება. აბა? ჩვენ ყველა ერთად რომ ვიცხოვროთ ერთ კორპუსში. ანუ უნდა ავაშენოთ 5 სართულიანი კორპუსი. პირველ სართულზე იცხოვრებთ თქვენ. მეორე სართულზე მე. მესამეზე მარიკა და ირაკლი. მეოთხეზე თიკა და ანანო და მეხუთეზე ეკა და ეს პაველი. აჰა, როგორ გაუნაწილებია? და დათუნა? დათო ხანსად. ქეთევან, აუ ამოდი რა, ვერ ვიპოვე და თან ძალიან მტრიანია გამოწვინდე. კარგი, ამოვდივარ. აი, მე ხვა სადღააძრნენ რა. გამაგიჟებე. თამარ, მითხარი, რას ფიქრობ, მოგეწონა? ნუ ახლა სანდრო გააჩნია, აი მაგალითად ხედი როგორი იქნება? ხედი იქნება ზუსტად ისეთი, როგორიც შენ გაწყო. გამოდი ახლა რას მეფარები? ანუ ჩვენი კორპუსის წინ იქნება დიდი კორპუსი და რომელ ფანჯარაშიც გაგიხარდება იმაში იყურე. ხო, კაი. სანდრო, ახლა შენ მაგ კორპუსის მაკეტი მომიტანე და მე თვითონ გადავწყვიტა ვინ რომელ სართულზე იცხოვრებს, ხო? კარგი, წავედი. სანდრო, ეხა მიყვებოდა ქეთევანი. მომეწონა შენი იდეა, მაგრამ აი ესე რომ გავაკეთოთ 4 სართულიანი კორპუსი რო ავაშენოთ და თამარს აუშენოთ ცალკე 1 სართულიანი. აიცა, როგორი 1 სართულიანი? როგორი? გადასარევი ხის. და კარგი
კარგი ქათმის ფეხები რო კონდეს და რო დაიმოწეს. ვარე სიზღირსი ვარ რა. ბეღურა შენს დილა მშვიდობის. რას ვირთმევ? რა გვაქვს და ყავა ნამწვრით და ყიყლიყო ჩაით. კარგი, იყოს ყიყლიყო ჩაით. მოდი მზად არის. არაფრის. ირაკლი, იცი რა მაინტერესებს? აი მე რო წასული ვიყავი. უჩემოთ რა სჭამდით. რა ვიცი მარიკა რა დათო რაღაცეებს აკეთებდა მე როგორც წესი ამ რაღაცეებს უყრიდით და ისევ მივდიოდი ყიდულობდი ძერს სოსის და იმას ჭამდით რა მარიკუნა იცი როგორ მომენატრა შენი გაკეთებული საჭმელები იყოს მე შევჭამა მას რა ხდება ბატონო დავით ვარჯიშები გავართულეთ არა რა გავართული განცხადებებს ვკითხულობ ირაკლი ხო დათო მითხარი რა იყო წელში გამხსენი რა რას ვეძებთო გაზეთებშიო? კარგი მანქანის ყიდვამიდა ეხა სადაზღვო ხომაძლებს ეხა ფულს ხო მე მაგას დამატებული ის ფული რომელი ფული? აი ერთმა ჩემი მანქანა რო იმას კრა და ფულს რომ შემპირდა გავიხსენი ხო გაქენი დათო, შეარჩიე მანქანა. უნდა ჩამოვაყვანინო ვა უნდა ჩამოვაყვანინო გერმანიიდან რა მაგარია რა არა ირა გარდაბანშია ამისთან რა მანქანა იქ რომ მიაგენი იცი რა მაგარი მანქანა ირა დაიჰატსუ ფეროზა ორხიდია არა ესე იგი ვერ გადაეჩვია შენ ამ პატარა მანქანებს დათო რა ვეღარ გაიზარდე რატო მე მაყოფილებს რა თან ეკონომიურიან მე კიდე სუქადაკაცი ვეღარ ჩაიდება და ვეღარც დამიმტრევს ერთი წუთი რა ხელს მიშლი ბატონო დავით დღეს საეტაპო ჩათვლა მაქვს რეზიდენტებთან და უნდა მოვაწესრიგო ეს ხუწკისები შენ შემოგივლე მაცადე რა დათო, შეჭამრამეს? კი არ გირჩევ მარიკა რა იყო დათო? ჩემ ჩუსტები სად არის ირაკლის შეცვა და არიცი. რა ეხა იმასაც დამიმტრევს მე რეიტყვის რომ ცისტრები გადმომიხეს სხვა რა გზა მქონდა ის ირაკლი რა საკეთებ სახლს გიფორმებ კარგი რა მართა რა საკეთებ ხო გითხარი დღეს ჩათვლა აქვს ჩემ რეზიდენტებს თქო და ვაწესრიგებ რა ამ საბუთებს ხელს ვაწერ დათო ყველა ფურცელზე რომ მე გამოცდის დროს არ შეცვალოთ შენ რა ცუდი ლექტორი იქნები ეს გოგო რაზე ფიქრობს ვერ გავიგე რა არც ერთხელ არ ყოფილა არაფერი არ მოусმენე რა უნდა მიპასუხოს ამან მე არც არ ამას ორიანს დაუწე რატო რა სერჩი ხა ძალიან კარგი გოგო ესე იგი არ უყარს უბრალოდ თქვენთან ერთად დალევა აქეთ იქცეურული და მაგარი ვერ დაწეს რა ირაკლი ხო დათო მითხარი რა იყო ამ ბოლო დროს რაღაც არ მომწონხარ მე შენ ხო იცი და შენ ხო რას ამობ
დათო, ან მითხარი რა გინდა? ან მე დავამთავრე შენთან საუბარი, გამატა. ისა. გოგო გავიცადი. კაგი გოგოა. ლამაზია? აეროა. მოდი დაჯექი და მოგვიყევი ახლა ყველაფერი. ხო. სად გაიცანი? ყველაფერი მოყევი. ხო, იქა. კურსბაზე. უბრალოდ თვითონ გამომელაპარაკა პირველ. რა უნდა გითხრა? რაოდა დავინახე როგორ დაგორდიო შემიშინდა რამე ხوار მოიტეხეო. ესე ეს კარგად მოგიფიქრებია დათო ყოჩა. ხო და მე ჩემი გრძელი ენის ამბობი ხო იცი? დავიწყე რომ ესე მე ჩემი სახლი მაქვს. ესა ისა მე იმ ბოგომაც ამოვალო ესა ისაო. დაპატიჟე ესე. დაპატიჟე ეს შენი სახლია და მე შენთან ვცხოვრობ, ხო? გენიოსი ხარ. გენია რა ნამდვილი. აი როგორ დაპატხდება ყველაფერს. აი მოიცადე და მე ისევ კატა უნდა ვიყო? არა მარიკა როგორ მეკადრება დამლაგებელი იქნება თიკა სანდრო ინგლისურიდან მოდიხარ? არა სანდრო დღეს ბარში ვიყავი მუშაობდი და ინგლისური გავაცდინე რა? თიკა მომისმინე? რა შენ ხო იცი მე შენთვის ყოველთვის კარგი ვიყავ. კი სანდრო ასე არ შეიძლება. რა? სწავლა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. აი შეხედე მე რა ვარ და რო არ მესწავლა რა ვიქნებოდი? მართალი ხარ სანდრო მაგრამ რა ვქნა მუშაობაც რა მინდა უი ეხლა თამარი მეუბნებოდა რომ კასტინგი უნდა გამოვაცხადო მდივანი მჭირდებაო. რა? მეთქე თამარის დივანი ჭირდება და ჩემთვის არ უთქვამს? ხომ იცის რომ ბარში მუშაობა აღარ მინდა და თითქმის უმუშევარი ვარ. თიკა გინდა ჩემთან დაგაწყებინებ მუშაობას თავიდან მოგეხმარები. არა სანდრო მთლად ასეთი უმუშევარია ხარ. კარგი წავედება. კარგი გოგოებისთვის და არ უთქვამს? გამარჯობა მარიკა. ახალი ამბავი გაიგეთ? რა? თამარს არაფერი უთქვამს? რა? თამარი თხოვდება? ვაიმე მარიკა გილოცავთ. რა და კასტინგი ქონია სამსახურში ვიღაცას ეძებს სამსახურში და ჩემთვის კიდე არაფერი არ უთქვამს. ყველანი აკოფილ ხარ რა კარგია. რა გჭირთ რა? რა მოხდა? ქეთევან. თამარი კასტინგს რო ატარებდა, ჩვენთვის არ უნდა ეთქვა? ბატონო ვაიმე მარიკა მაღაზე ბრაზდები გენაცვალი ჩემთვისაც არ უთქვამს მარიკა შენ მაღაზე როგორ ბრაზდები მე ხლა უცხო ვარ და ვარ მისი და ჩემთვის არ უთქვამს რა ვიცი აბა რა დამიწუნა გაი რა მაგ ეხლა მე დასაცული ერთი რა არის არ ვიცი ამიშალა ნერვები დილიდან რა ამიშალა კაი გაჩი არიცი როგორი ფეთქებადი ვარ ანანო არა ქეთევან ჩემთვის როგორ არ უნდა ეთქვა ხო იცის მე როგორი გამოცდილება მაქვს ბანკში მუშავდი და რა ვიცი კიდე რომელი ერთი აბა მართალი ხარ? ავაყვანეთ მე და თიკა ბანკში მუშაობდა და რა ვიცი კიდე რომელი ერთი. აბა მე რატო არ მითხრა ამდენი თავისუფალი დრო მაქვს და რა ვიცი კიდე რომელი ანანო გინაცვალე შენ თუ სხვაგან გინდა მუშაობის დაწყება ან იმას უთხარი ან იმას ან ბექას უთხარი რა ვიცი ხლა მე ჯერ შენ მარტო არ მინახი ხარ და რა ვიცი აი რა ქეთევანა ბექა იცი რა დაკავებული რა დაკავებული? ძალიან და მე იცით გოგოებო დილით სახლიდან რო გადის 8:22 წუთზე საღამოს 7 საათსა და 35 წუთამდე ვეღარ ბრუნდება კარგი რა გაჩვენდი ეხლა აღარ მინდა და ჩვენ თვითონ რა შექმნათ სააგენტო? რა გვინდა თამარი? მოდი რა ვიცი რა მაგარია მოდი ჩვენი სააგენტო გავაკეთოთ და რა დავარქვათ ჩემს მეურებები ასე რქვა მედეა ჰეი ჩემ მეურებები ასე ვეთე მართლა
ჩემსაც ერქვა ვენერა. აჰა, მოგძანდით აქედაც შევიხედოთ. ბატონი ვიტალი. ბრძანდებოდეთ. იყავით. ის როგორ ვართო, ბატონი ვიტალი? გამარჯობა. გოგოებო, მე დამოვიწყდა მეთქვა, სხვათა შორის ბატონ ვიტალის ჩვენთან კლინიკაში ზედმეტ სახელიც აქვს აბა. მას ბიზანტიას ეძახიან. ბიზანტიას რატომ? იმიტომ რომ 10 ტომი აქვს ისტორიის, ავადმყოფობის ისტორიის. ბატონ ვიტალის. გასაგებია. თია მახსოვს რაღაც თქვენი ხმარ მომწონს და არც თვალები რა გრიპი დიახ ის ვირუსია ქალაქში რო არის მოდებული თერაპევტთან ვიყავი აი ეს ქოიავა რო არის აქვე და რა ვიცი ასპირინი დამინიშნა ვიცნობ გამაგიჟებს ეს ქოიავა ვერაფრით ვერ მოეშვა ამ კომუნისტურ კურნალობას რამდენჯერ უთხარი გამოუწერე ანტივირუსული არასტეროიდი პლუს ვიტამინი C. გესმით? არა, გესმით ეს. ჩაიწერეთ და აუცილებლად დაიმახსოვრეთ. დიახ, ბატონო რიკლი. უკაცრავად ბატონო ვიტალი, როგორ თქვით, არასტეროიდი. მოკლედ, გოგოებო, თქვენი ცით რომ ჩვენ დღეს გვაქვს საეტაპო ჩათვლა. მე გადავწყვიტე რომ დღეს ცოტა სხვანაირად ჩავატარო ეს საეტაპო ჩათვლა. თეა დიახ, მახსოვს. თეა, მოკლედ მე დაგირიგებთ პაციენტის ასე ვთქვათ მონაცემებს, კლინიკურ მონაცემებს, ანალიზებს, გამომართვით ეს სულ ბატონი ვიტალის ანალიზებია. დაინაწილეთ. ესე იგი, თქვენ ახლა უნდა შეაგროვოთ ანამნეზი, შემდეგ სუბიექტური ჩივილები, ობიექტური ასე ვთქვათ ნევროლოგიური სტატუსი, ასე შემდეგ ლაბორატორიული მონაცემები, შემდეგ ამ ყველა ანალიზს გაანალიზებთ. ესეთ ბატონო ვიტალი ამგრე გამოვიდა რა, ანალიზს გაანალიზებთ. დიახ, და შემდეგ ამის დამიხედვით დასვავთ დიაგნოზის. გასაგებია ზეცკერენემატიზება და თეა, დიახ. მახსოვს თეა. ესე იგი თეა არის ნინიც არის ამ გოგოს რა უყო ამ კიკნაძეს რა. ხო არ დადის ეს საერთოდ და ხო არის რა შეასაქმე? კიკნაძე არ ვიცით არ გამოჩენილა დიდი ხანია. არ გამოჩენილა? აჰა. არ გამოჩენილა, არ დადის. მე არ ვიცი ამას რა შეიძლება რა უნდა დაუწერო. არ დადის ნუ ივლის მოვა მე ჩათვლის დრო დამადგება თავზე ნიშანი დამიწერო და წუნ არა მე მაგას ნიშანს ვერ დაუწერ ვერ დაუწერ მე მაგას ნიშანს ვერ მივათვით ესე იგი გოგოებო ამასაც გაეცანით ძალიან ხუთა აქ ეს მნიშვნელოვანია შემდეგ ბატონო ირაკლი აკახat პარეგამდი კი ბატონო აი სიცილიური დაცვა აჰა ეს მე აჰა ესეც ნიმცოვიჩ აჰა ნიმცოვიჩ ეს ესეც ძველინდური აჰა ეხლა ესეც ძეცკი მათი გვირეზე დიახ მე უკვე დავუსვი დიაგნოზი ასე უწევ? დიახ. აჰა, კი ბატონო გისმენთ, აი მოგვახსენეთ მაგალითად რამ მდგომარეობაშია პაციენტის ელენთა. გისმენთ? ელენთა? დიახ. მე რასაც გავეცანი მის მიხედვით, რა ვიცი, ელენთა რიგზია. ბატონო ვიტალი. რა უნდა დაუწერო ხანას? რა უნდა დაუწერო? ორიანი. რატომ ორიანი ანალიზების მიხედვით პაციენტს ელენთაზე არანაირი პრობლემა არ აქვს. ბატონო ვიტალი განუმარტეთ. მართალია. მე ელენთაზე არავითარი პრობლემა არ მაქვს. მაგრამ არც ელენთა არ მაქვს. შარშან ამოვიჭერი.
უკაცრავად. შარშან ამოვიჯერეთ ელენთან ჩვენ ამოვიჯერეთ შარშან დიახ მეც დავსვი დიაგნოზი. აჰა აბა ნინი გისმენთ ესე იგი, აქვს მწვავე გასტრიტი. ზედა სასუნთქი გზების კატარი ქრონიკული. და თირკმის უკმარისობა. ეხლა მოიცა. სულ ესა? შარშან ამ დროს 10 დიაგნოზი მქონდა, ეხლა რა? ბატონო ვიტალი შარშან კარგი თაობა იყო. ხო გეტყვით ახლა ერთიც არ დადის. ერთი საერთოდ არ დადის. საერთოდ. კიდევ ვიცი, აქვს ნუ კარნახობ. მე მგონი მოვიდა ნიშნების დაწერის დრო რა. კი ბატონო, ესე იგი თქვენ ზეგენემეცგერელი დიახ, მახსოვს თეა, თქვენ სამიანი. ნინი, შენ 4-იანი? 4-იანი? ბატონო ვიტალი, თქვენ როგორ ყოველთვის ფრიადი. აი ეს არის ჩვენი მარი მეტროგიოპოლიტი. ვა, და თამართლა კაი ბარია მომწონს. ხო, კარგია, მეც მომწონს. გავარჯობა დათო. გამარჯობა. სალომე ის სანდრო კი არ მინახავს კი არა და ეს არა ქვია. ეს არის რუსა. სასიამოვნოა. რას მირთმევთ? წვანე ოშლის ფრეშ თუ შეიძლება. კარგი. დათო? მეც ფრეში. ვაშლის. წვანე. ხო. მალე მოიტანს. აქ საერთოდ ეს ეხება ხოლმე როში მოდივართ ფიქრობთ ჯერ რა შევუკვეთოთ მე ის ფიქრობს ხოლმე მე მოვიფიქრებთ და მოაქვს მაგრამ აქ რა გახსოვს როგორ ჩამოგორდი დაღმართზე? ხო დაღმართზე მაგრამ ჩამოგორდი რატო ისი მე ხო კუსტბაზე ვარჯიშობ ძაღთან ერთად ჩაპა ძაღთან ერთად ვარჯიშობ და თურმე ჩაპამ დაინახა კატა და გაიკიტა ამ კატას მე ვერ დავინახე მოლონილობისგან დამიცდა ფეხი და დავგორდი ვერ ვიტან კატებს მეზიზღება მართლა მე მიყვარს ყავს ბანტიკა არა ხა მე ყველა კატაზე არ ვამბობ გლობალურად ყველა კატაზე არ ვიძახი ხა ცუდი კატა არც შემიმინდა და არც ხვის ებრალად მირთვით ნასწრაფად მოიტანა ხო შეც სწრაფად დარბი ხარ კუსტბაზე შეცრაბად დამსდევ ხოლმე აი ხა საერთოდ მე არ მიყვარს სწრაფად სიძბილი სწრაფად სერულიც არ მიყვარს აი მანქანით სწრაფად არ დავდივარ რა მანქანა ყავს უბრალოდ მყავდა მაგრამ ეს ჩემმა ნათესავმა დამიმტრია და უჭირს აი ხო თავახში საწყალი რა მანქანა იყო რა მანქანა იყო და დაიჰაცუ შედერგები მანქანებში ცუდად მაშინ ჯიპი იყო ახალი ბოლო შავი დათო მაგარი იყო მომიყავი რა შენ სამსახურზე შემსამსახურზე ნუ ეხლა რა ჩემი სამსახური არის ხელოვნების ასოციაცია მე მხატვრობის დარგში მუშაობ იქ და ეხლა რა თქმა ხარ სამსახურში ცალია მე იქ ვარ უფროსი ვარ მე იქ და მოადგილე მყავს ჩემი მოადგილე მყავს და ის აგორებს ეხა იქ საქმებს აჰა ნუ მოადგილე ყავს კალანდაძეა გვარად სპოტეში ძალიან კარგი ბიჭია ძალიან მაგრა ხატავს ეთყობა რომ პედაგოგი ყავდა კარგი კი ანუ შენ ხარ ამ ასოციაციის უფროსი
არა ეხა სულ უფროსი არ ვარ მე ეხა ბევრი გახლები ეხა ფიზიკის ქიმიის მათემატიკის მე ვარ ხატვის დარგში უფროსი თორე ისე თავად უფროსი ყავს ერთი ზაზაცილო კაზია ლაპარაკობს იმდენს ლაპარაკობს ვერ გაჩერებ რა ზაზაცილო ისე რაღაცებს უკეთებ ხოლმე იმას ბურთს უძახე ბურთს მგვალს ხო და შენ სად მუშაობ ну მე პრაქტიკულად ექიმი ვარ თერაპევტი ის არც მე არ მომწონს ჩემი ახლანდელი უფროსი არა ჯერ არც მინახავს მაგრამ ამბობენ ლოთია გალერის მეტი ესე იგი ექიმი ხარ და შენც გიყვარს ბარსელონა და ჯაზი კლასიკა აჰა და საზღვარგარეთ ხარ სადმე ნამყოფი? აი სუდანში თუ ხარ ნამყოფი? არა? რუსა? პირველად დაგინახე თუ არა? მე სუდანში რო ხარ ნამყოფი ის კარგია. და ორ წუთში მოვალ. იგი ბატონო. Agera gogo მიველსი? თერაპევტ. ალო. ხო ქეთევან? ხო. ვაიმე უამრავი კანდიდატია მოსული, ხო, მსურველი. დაგირეკა? რა? საიდან გაიგო? შენ რა უთხარი? თანამშრომლებს ეძებსო, მომისმინე, ახლა უთხარი, რომ აქ შენი ადგილი არ არის თქო. კარგი, ახლა იუზა მინდა? რა დროს ისხილია? უამრავი მსურველი მყავს, ქეთევან, ახლა არც ვიცი დღეს როგორ მოვასწრებ ყველას გასინჯვას. კარგი. სურველი არა ის. არანაც არ მოვიდა. ეთყობა ხელფასი ეცოტავად. გინაცვალე დიდი ხელფასი რო იყოს, უცხოს კი არ დავიბარებ. ჩემი ას ვეთყოდი ვინმეს, მარიკას, თიკას, ანანოს. ან თუ ახლა მაღალიანას ღაურება ექნებოდა, მე თვითონ ვიმუშავებდი შეთავსებით. დამადგა. რა კარგი ქენია ოფისი რომ არ გააქირავე ხო? ვაიმე, ხო, გენაცვალე, იმან ისეთები დაიწყო, რომ 53 წუთში გადმოვალო, 8 საათზე ამ ხარეს მზე კარგად არათხოვს, როცა ამოდისო, ამ ფანჯარას 30% დახრა უნდა დამართა ნევროზი. თამარ, კარებზე განცხადება წავიკითხე მდივნის ვაკანსიაზე და რა ქენი აიყვანე? ვაიმე, მაგდა, იმდენი მსურველი მყავს. არც კი ვიცი რომელი ავირჩო, მაგრამ იცი რა, მე მაინც ერთს ვფიქრობ, იცი, ოჰაიოში დაამთავრა მედია მენეჯმენტი. აი, რა პროფესიონალი, იცი, ჭიკ. მეც მინდოდა მოსვლა, მაგრამ რადგან აიყვანე უკვე. კარგი, თამარ, მე წავალ. კარგი. მაგდა, ხო, თამარ. მოდი. გენაცვალე, მართალია ძალიან ბევრი მსურველი მყავს, მაგრამ მეგობრობა ეხლა და შენ თუ გინდა? და თამარ, როგორ არ მინდა? იცი რა მაინტერესებს, მომბეზრდა ეს ბინგოს გამოცხადება და იცი თამარ, თქვენთან ანაზღაურება რამდენია? იქ რამდენი გაქვს? 80 ლარი. 80 ლარის გულისთვის იკლავ თავს. აქ გექნება 90 ლარი. შენი კაბინეტი, ტელეფონი, მაგიდა, სკამი, რა ვიცი, ყველა. და რა მევალება თამარ? ბევრი არაფერი, დილით რომ მოხვალ, მიალაგ-მოალაგებ ოფისებს, საბუთების შემოწმება, შენახვა, დახარისხება, კლიენტების მოზიდვა, დარწმუნება, დალაპარაკება და იაფად ბინების ფართების და მიწების შესყიდვა. ნუ ყავა და ჩაი ეხლა ეს თავისთავად. კი, კარგად გამომდის, კი. ხო, ეხლა შენ ესეთი შანსი მეტი აღარ გექნება. ხო და მიდი ეხლა შენ უფროსთან და უთხარი მივდივარ თქო და ხვალდილიდან შევდეგი საქმეს. ისე იგი, ჩემი მაგიდა, სავარძელი და ტელეფონი მექნება, ხო? კარგი, თამარ, კარგი, ხო. ნუ თუ მოიტანა გექნება.
რაუმადური ხალხია რა ამ ხელა საქმე გავაკეთე ერთი ბამბანერკა ჩადე პარკში და დადე რა თამარ, რატო არ მითხარი ვაკანსია თუ გქონდა სამსახურში? ხო იცი რომ ბარში მუშაობა აღარ შემიძლია და სამსახურს ვეძებ. ვაიმე თიკა ეხლა უნდა დამელეკა შენთან დილით რომ მოვდიოდი ოფისში მაღაზიაში ყო დიდი ფასდაკლება ისეთი ზედანახე შენ რო იცომყლდა თამარ. ვაიმე მარიკა შენც აქ ხარ? ხო არა ხო იცი რომ სახლში ჯდომა აღარ შემიძლია და რამდენი ხანია მუშაობის დაწყება მინდა. ირაკლის ფერი არ მომწონს მე დილით რომ ვნახე რაღაცა ისეთი უცნაური აი რა თამარ რა ამდენი თავისუფალი დრო მაქვს აი როგორ ვერ გაგახსენე ვაიმე ანანო ეხლა ზუსტად დაბლიე ყავა 1.3 მიათედი ყავით და 2.5 მიათედი შაქრით და ფიქრობ ნუ კარგით ეხლა გოგოებო ხო იცით ეხლა როგორ ხდება არა ამ ვაკანსიის ამბავი მე არ გადამიწყვეტია ეს ზემოთ გადაწყდა კარგი ამის შემდეგ რამე რომ დაგჭირდება მე აღარ დამირეკო. თამარ თუ რაღაცა ინგლისურის გადაწერა მოგინდება ან რაღაცა მეც ნუ დამილეკა. რა ვიცი ახლა მე ვერაფერი ვერ მოვიფიქრე და რა ვიცი თუ გინდა დამირეკე აი ეს არის ჩემი სახლი ჩემი ციხე სიმაგრე ლამაზი სახლი გაქვს მას თავი იგზენი როგორც საკუთარ სახლში მეც ესე ვარ ხოლმე სამოთახიანია ხო სამოთახია გინდა ჩემს ოთახს გაჩვენებ ეს ოთახს რა ყველა შენ ოთახი არ არის ო მე მინდოდა მეთქვა ჩემს საყვარელ ოთახს გაჩვენებ აი წამო აი გამარჯობა. გამარჯობა ეს არის რუსა ეს არის მარიკა სახლს მილაგებს სასიამოვნოა. მე ეს სახლს ვულაგებ ხოლმე, კი საჭმელს ვუკეთებ, სარეცხს ვურეცხავ. აი დათო ისეთი კარგი ბიჭია, რომ ბიძაშვილივით მიყვარს. აი ასე კი. მარიკა. ბატონო. ეს პერანგები სადმი გაქვს? ეს პერანგები ირაკლისია და იმ ოთახში უნდა შევიტანო. შეიძლება რომ შევიდე და შევიტანო? კი, აუცილებელიც არის, საფა როგორ? მიდე. მადლობთ. თო. რა? ირაკლი ვინ არის? ვინ ირაკლი? აი ირაკლის პერანგებიო. ირაკლის პერანგებიო. ირაკლი დიზაინერია. ჩემი საყვარელი დიზაინერი. და სულ ირაკლის დასასრულები მაცვია ხოლმე. ირაკლის შარვალი, ირაკლის პერანგი, ირაკლის მაისური. დაამთავრეთ, მარიამ? თითქმის. თითქმის, ხო? თითქმის. აჰა. აი ამაში უხდი ფულს. დათო, რაღაცას მიყვებოდი შენ უფროსზე. ხო, ჩემი უფროსი ძალიან სასაცილო ჩვენი თანამშრომლები ისეთ რაღაცებს უკეთებენ, რომ 1000 რაღაცებს უგონებთ. დაამთავრეთ? დიახ. ძალიან კარგი, შეგიძლიათ წახვიდეთ. თავისუფალი ხართ? სად? სახლში. სად სახლში დათო? მართალი ხარ მარიკა? სანამ წახვიდე? ჯერ სანამ წახვიდე? რა სახლში? მე თქვენი დაალაგებით არ ვარ ყოფილი მოთახის. ეხლა მიბრძანდით ის ოთახი დაალაგეთ და აი ეს პერანგები რომ შეიტანეთ, ისე თავის ადგილას დააბრუნეთ. გადავიფიქრე. ეხლა და ორი ყავა მომიდურეთ. კარგით. მადლობ. ხანდახან როგორ მღლის ხოლმე? დიდი ხანია შენთან მუშაობს? როგორ? დიდი ხანია შენთან მუშაობს? რაც
მაგის ბიძაშვილი გამოვაგდო ცოლმა, იმის შემდეგ სულ ჩემთან ცხოვრობს. კი. აი, ჩვენი ხელოსანიც მოვიდა. გაჯოგეს. რა ხელოსანი? როგორ რა ხელოსანი? მე თქვენთან დავრეკე სამსახურში და თქვენმა უფროსმა მითხრა გამოუშვებო ირაკლი გვარი გამახსენეთ ჩხეიძეს. დიახ, აბზანაში გაფუჭდა ონკანი წყალი გაზდის და უნდა გააკეთოთ. დიახ. ხელოსანი ვარ მე. დამავიწყდა. ამა მივარდა თავიდან. გამოცდა მქონდა დღეს. გამოცდა მე მომამაგრეს შეგირდები. მომავალი სანტექნიკოსები და დღეს ეს გამოცდა მქონდა. მაგოთ. აბაზანა არის იქით. უი, აქეთ არის აბაზანა? რას ველაპარაკ, ვერც კი წარმოვიდგენდი. რა პროექტია? ეს ბატონო, ეს აქ მარცხნივ ჩემგან მარჯვნივ. მადლობა. დათო, რამდენი წიგნები გაქვს? ხო, მიყვარს კითხვა. ძირითადად სამედიცინო ლიტერატურა გაქვს, არა? ერთ დროს გატაცებული ვიყავი მედიცინაში. დათო? იცი შენი დამლაგებლის და სანტექნიკოსის სურათი. ერთ დროს მე გატაცებული ვიყავი ფოტოშოპით. აუ, ვარც საერთოდ არ ეთქობა რომ გაკეთებულია. და მაგრამ იცი ეგ საქმე. ხო, თან რა არის იცი ერთმანეთი მოწონთ, ხო? აი რა. უნდა დავაქორწინო. ხო, სულ. ბატონო დავით, ტელეფონი რეკავს და ჩვენ რა ვქნათ. გააგრძელეთ. ალო? დიახ, ბატონო გოგი. არ არის სახში. გასულია, დიახ, გასულია. ნამდვილად ვიცი, დიახ. კარგით, რომ მოვა, გადავწვი აუცილებლად, კარგით. ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ. დიახ, კარგით. ეს გოგი იყო, ბატონ გოგის ვეძახი. კარფანჯებს აკეთებს ხოლმე. ის ჩვენი მეზობელი უნდა და ბავშვი ლაშაკობს ერთი ესეთი ის არის რა ქვია აყვანილი ყავთ. გამხდარია ძალიან. ჭამარუყარს. მე პრინციპში დავამთავრე მორჩი ბატონო დავით. მორჩი? დიახ, დავამთავრე. შეგიძლიათ წახვიდეთ. საწავიდე. ხო დამთავრეთ. დიახ, დავამთავრე. წავიდე, ხო? ეს უცბად როგორ გააკეთე პროფესორია. პროფესორია თავის საქმის, კი. წადით. ესე იგი წავიდე. დიახ. ხო და თუ უნდა წავიდე, 80 ლარია თქვენზე. რა? 80 ლარია თქვენზე, ბატონო დავით, ტრანსპორტის ფული, ხელობის ფული, ინსტრუმენტები, მასალა, შხაპის ყურმილი გატეხილი იყო, გავაკეთე, ნახეთ როგორ მიფშაობს. ვინ გაფუჭა მე? ვინ გაფუჭა? თქვენს მეტი ცხოვრობს ვინმე აქ? და ის არა ქვია, მე რომ მოგცეთ, მე შენს ადგეძებო გენაცვალე. არა, ან 80 ლარი მომეციან, რამე საბუთი დამიტოვე, არ ვიცი, პირადობის მოწმობა, სიმწიფის ატესტატი, ის არ ვიცი, მართვის. მე რა დაგიტოვეთ ჩემი პირადობა. დათო, კაი ბიჭი, არ მოგატყუათ. ო, ამან სადიცის ტყილი მომეცი გენაცვალე. ესე იგი, რუსუდან რა?
რა. რუსუდან კიკნაძე ხართ თქვენ? ხო რა იყო ეხლა ირაკლი რუსუდანი არ გაგიგია თუ კიკნაძე თუ მაინდა ექიმი. ხო, თანაც ექიმია კი. უკვე ექიმი ხართ ხო? ბატონო დავით, მიბძანდით ნახეთ როგორ გავაკეთე შხაპი. მიბძანდით შემოწვეთ. არ მინდა გენდო. მიდი. არ მინდა. მიდი ნახე. ჯერა. ნახე. მიდი. რუსუდან. დავზანდი გენაცვალე. დავზანდი. ნუ რადგან ექიმი ხარ, შენი რჩევა მჭირდება რუსუდან გენაცვალე. ესე იგი, ჩემს მეგობარს, ჩემ ძალიან ახლო მეგობარს, ნუ ცოტა ესეთი ჭარბწონიანი ბიჭია, დაუდგინეს რეფლუქს ეზოფაგიტი და კარდიალური რგოლის უკმარისობა. აი, არ ვიცი როგორ მოვიქცე, აი რა გავაკეთოთ, იქნებ გვირჩიოთ რამე რუსუდან. ნუ პირველ რიგში მკურნალობაა საჭირო. რას მელაპარაკე? პრეპარატებს გირჩევთ. ნეოპრაზოლი, პროკინი, სიმანგელი. და აუცილებელია დიეტა კიდე და მოვწყდა. ერთი წუთი გასვლა უკაცრავად. ალო. ნათია მე. ნათია, ის ეტაპობრივი ის ჩათვლის უწყისები გადაიცი უკვე დეკანატს? არა, ძალიან კარგი. რაკენ იცი, იქ რუსუდან კიკნაძის გრაფაში 4-იანი ჩაწერე, ხო? ჩაწერე. კარგი. თქვენი ყავა მზად არის. ირაკლი? მოგწონს რუსა? კი, ძალიან კარგი გოგოა, მაგრამ მეტი შეუძლია. კარგი თამარ ახლა ასეც არ შეიძლება ნუ ნერვიულობ ამდენს. გინდა ყავას მოგიდურებ? არ მინდა. ჩაი თამარ. არ მინდა. აუ გოგოებო, ბოდიში რა რომ არ გითხარით, ჩემთან სამსახურში ადგილი რომ იყო. კარგი რა თამარ, ნუ ნერვიულობ, შენი რა ბრალია? ჩემი ბრალია ყველაფერი. მე რო არ გადმოსულიყავი აქ ამ სახლში, შენ სხვა გაგიცნობდი და ეს ყველაფერიც არ მოხდებოდა და შენ წარი ნერვიულებდი ესე. ხო, აი ჩემი ბრალია. მე რო ირაკლის არ გავყოლოდი ცოლად. და აქ რო არ მოსულიყავი, იმას ხო ვერ გავეგებდი შენს სამსახურში ადგილი რომ გაქვს. ხო და შენც აღარ ინერვიულებდი ასე. მიხდით ეხლა რომ თქვენი ბრალია. მომიტანე ყავა. და კიდე იცი რა, ქეთევალმა გვითხრა რომ დაბალი ხელფასი იქნებოდა და იმიტომ არ გითხრა თამარმაო. და თამარ კიდე რო გეუბნებოდი რომ ბარში მუშაობა აღარ მომწონს თქო. დღეს ავიღე ხელფასი და ძალიან მომწონს. აი მე გოგოებო როგორ ვინერვიულე რომ იცოდეთ რა. გეუბნებით, აი გპირდებით თუ რამე სერიოზული ისეთი კარგი ვაკანსია გამოჩნდება ჩემთან, თქვენ გეტყვით, თქვენზე ახლო ვინ მყავს? ხო, თამარ და ისე მე უფრო ახლოს ცხოვრობ შენთან ვიდრე მარიკა. ოაი, შენ გამომყები უკან ახლა. აქ ახლა რა კარგია. სად არის ის? რა უყავი? ლაშა, მოდი აქ, საქმეა რა შენოდი. სანდრო არ მოსულა? არა. სანდრომ დაგვირეკა, რა ვიცი, საქმე მაქვს და ირაკლისთან შეიკრიბეთო. თათო და ირაკლი სად არის? ირაკლი ოთახშია, დათომ მეგობარი გააცლა და მოვა ახლა. შემოდი სანდრო. სანდრო მახარაძის ბინის პროექტი მზად არის. სადიყავი ამდენი ხანი სანდრო რა არის ერთი გვაჩვენე. რატო დაგაგვიანდა სანდრო სადიყავი? სად ვიყავით ანანო, სად ვიყავით? სად ვიყავით და მე მოპატიეთ რა, ჩემი ბრალია რა. ჩემი მეგობარი როა ელენე, იმის საბადების დღეზე შევიარეთ და დაგვაგვია და მე გამომყვა სანდროც. რაღაც ჭკვიანული რა ლაპარაკი შემომეცვა, სანდრო მოვიდა? მოვედი ირაკლი, მოვედი. სანდრო, არ გვაჩვენებ შენ მაკეტს? თიკა, აი შენ ცდები. რა? ეს უბრალო მაკეტი კი არ არის, ეს არის თანამედროვე ინჟინერიის შედევრი. ხო, გახსენი ახლა დროზე. აბა? მოვემზადეთ? აბა?
ეს დაბადების დღის ტორტი. სანდრო, მაკეტი იქ დატოვე და ტორტი წამოიღო. ახლა წარმოიდგინეთ, ელენესთან რა ხდება. სანდროს მაკეტს რო დაჭრიან და სტუმრებს მიართმევენ. ირაკლი, ეს მაკეტია. შენი ცხოვრებ ბისკვიტში, ჩვენ კრემში და თიკა ბეზეში. დათო, ნუ ეხლა ამას სანთელი არ აქვს, მაგრამ დათო ცხოვრობს სანთელში და მე სადაც უნდა იქ ის ჩავარჯო. შემორა დათო მგერიდება, მარტო მე და ბაბუ ვართ. ბაბუ? აუ, იმ დღეს მოვყევი შენ უფროს რო ბურთს ეძახით და რო ლაპარაკობ და არასდროს რო არ უსმენ. ბაბუ, მოვედით. ბაბუ, ეს არის დათო. დათო? მე გავალ და მოვა. საერთოდ დაირეკება მეჩი. რა?